გამარჯობათ, მოგესალმებით დღევანდელ დღეს, ესე იგი 4-შაბათი, 17 საათი და 30 წუთი, რომელსაც ყოველ კვირას მიმყავს გადაცემა, საავტორო გადაცემა, სამშობლო და ღირსება. ძალიან ბევრი მეგობარი შემაძინა ამ გადაცემამ. იცით რატომ? მე ვფიქრობ და მე ვგრძნობ ამას, როდესაც ხედავე, რომ მაინც 100 თუ 200 სხვა ეროვნების ადამიანი ვარ და ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო, საქართველო და უფრთხილდები ყველაფერს, ყველა კუნჭულს, ყველა თქმულს, ყველა გაკეთებულ საქმეს, იმიტომ რომ რაღაცა ბიოგრაფია გამოვიარე ქართულ სახელმწიფოში, 3 ადგილი მაქვს გამოცვლილი, ბოლოს ობიექტივში თითქმის 20-21 წელია ვარ. ბატონ დავითთან და ქალბატონ ირმასთან დაარსების დღიდან შეიძლება ასე ვთქვათ. არ მიყვარს ღალატი, არ მიყვარს ტყვილი. არ მიყვარს, როდესაც აი რაღაცის გამო და გინდა რომ შენი თავი გამოამჟღავნო რაღაცნაირად, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც აი იქ, სადაც სახელმწიფო სამართალია, იქ აზროვნებდეს სწორად და შენს გარშემო მყოფ ადამიანებსაც სცე პატივი და მათი მდგომარეობაც გაითვალისწინო ნებისმიერ ასპექტში, რა დროც და როგორც არ უნდა იყოს. მე მინდა ღრმა პატივისცემით მოგესალმოთ ყველას აბსოლუტურად საქართველოს მოსახლეობას, რა თქმა უნდა, აი დიდი პატივისცემით და ღრმა მოწოდებით თავჩაყუნულად რო ვიტყვიან თელ იმ ადამიანებს, რომლებიც უსმენენ ობიექტივს და უყურებენ ობიექტივს. იმიტომ რომ ჩვენთან მაინც მთელი საქართველოს ისტორია, რაც ამდენი წლებია, მესამე ხელმძღვანელობა ფაქტიურად, რომელსაც ჩვენ გავიარეთ ეს წლები და ვიცით, როგორ რანაირად რაღაცა ბიოგრაფია შეიქმნა. და მინდა რომ აი ამ ბიოგრაფიიდან ყველაზე ღირსეული და ყველაზე ისეთი ბრძოლის მომენტი იყო, როდესაც ქალბატონი ირმა და ბატონი დავით არხანმოურავე თავიანთი ანალიზით გაიძახოდნენ და წინააღმდეგი იყვნენ კოჰაბიტაციის. და ეს გამართლდა კოჰაბიტაციის ძალიან ცუდმა, იცით, მონაცემები, რაც არის მარტო საქართველოში კი არა, მთელს ყოფით სივრცეში და ასევე ევროპაში და ბრიტანეთში და ამერიკაში. იმიტომ რომ მოდის და მოვიდა ისეთი დრო, რასაც ქვია, აი გაგიკეთებ და გამიკეთებ. აი ეს მიუღებელი იყო საქართველოსთვის ყოველთვის, რომ არა ეს ამბები საქართველოს ნიჭი ყველა ასპექტზე გამოჩნდა ყოველ საუკუნეში. მე იმიტომ კი არ ვეფერები ჩემ ქვეყანას საქართველოს, მხოლოდ იმიტომ რომ ბევრჯერ მითქვია, მე უსმენდი სამშობლო დაკარგულ ადამიანებს და ხანდახან ვამბობდი, რა ზღაპრებს ყვებიან ეს ხალხი, მეთქი, კაცო, სად არის აქ ესეთი რაღაცა, მაგრამ ახლო აღმოსავლეთის ომმა დამანახა, რომ რასაც ყვებოდნენ ის მოხუცები, ყველაფერი იყო სიმართლე და ყველაფერი მოხდა კიდევ უფრო მეტი სისასტიკით ეხლა 21 საუკუნეში. აი ამ საკითხებთან, სამართალთან, ჩვენთან დღეს რამ განაპირობა ის, რომ თვითონ გორის ფაქტორმა დაზიანებულმა მოქალაქემ თვითონ ითხოვა, რომ არავინ არ გამოიყენოს ეს თავისი პოლიტიკური წამს. ნამდვილად არა, მეც ვეთანხმები ამაში, რომ არავინ არ უნდა გამოიყენოს ეს ფაქტი იმისათვის, რომ პოლიტიკური დივიდენდები შეივსოს, მხოლოდ სამართლიანობა. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ვიზეიმეთ პირველში როგორც ბავშვთა დაცვის დღე, პოლიციელების დაცვის დღე და ეს ისეთი გრანდიოზული სილამაზე იყო, პოლიციელების დღის ის მოლოცვა,
სხვათა შორის ყველას ეს არ შეუძლია. იქ იყო კორპუსის დიპლომატიური კორპუსი მოწვეული და თქვენ იცით რომ აი მე მაგალითად შევნიშნე რომ აი რაღაცა ისეთი თვალებით იყურებოდნენ რომ როგორ მოასწრო აი სულ რამოდენიმე ხანია 1-2-3 კვირის წინ დანიშნეს ბატონი მინისტრი და ესეთი ლამაზად ესე წარმოაჩინო შენი სტრუქტურა მე ძალიან მიხარია და ძალიან სასიამოვნოა მაგრამ ამას დაემთხვა ის რომ გორში ესეთი რაღაცა რაც გააკეთეს იმ წარმომადგენელმა მე მესმის რომ დაკავებულები არიან არც დაკავება არ მიხარია იმიტომ რომ საყრდენი სახელმწიფოსი სამშობლო და ღირსების როდესაც ჩვენ გვაქვს ერთი არის ესე იგი სამშობლო ადამიანისთვის რომელიც ცხოვრობს იმ ტერიტორიაზე და მისი მოქალაქეა და მის პასპორტს უვლის ისე როგორც ეკადრება ამ ქვეყანას მაგრამ სახელმწიფო გარესამყაროში და მისი ღირსება დროშა რომელიც ფრიალებს და აღწევს ამათ და ეს ყველაფერი ჩვენ დავინახეთ ხო სპორტსმენების ბავშვები არაჩვეულებრივი გოგონები რომლებიც ჭიდაობდნენ და მართლაც და ყველაფერი ეს დავინახეთ უკვე ამ წლებში და ამ დღეებში და ამ თვეებში დავინახეთ ისიც რომ ქრისტიანულ სამწუხარომ როგორ გააცილა თავისი პატრიარქი მას ისმევა კითხვა რა ხდება რატომ არის ესეთი მდგომარეობა რომ ამდენი სიკვდილიანობა ამდენი იქამდე მივიდა საქმე რომ აზერბაიჯანელ ქალმაც 7 წლის შვილი შემოაკვდა და თვითონაც უნდა თავის დაზიანება და ის გადაარჩინეს და აქამდე მივედით ნენელა გორის საკითხი თავისთავად ცხადია ესაც ამდენი ადამიანი ჩვენ უყურებდით ხო ისმევა კითხვა როგორ გაჩნდა იქ ფორმულის ჟურნალისტი და რომ გადაიღო ეს ყველაფერი ბევრი კითხვები ისმევა აქედან ობიექტური მინდა ვიყო მე ჩემი ქვეყნის წინაშე და ჩემი მსმენელის წინაშე მაშასე მე წარმოგიდგენთ ახლა მოვიწვე სპეციალურად დიდი ხნის აი სულ 19-20 წლის გოგონა იყო, როდესაც მოვიდა სახალხო დამცველის აპარატში. ოქროს მედალზე დაამთავრა სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, იმ წითელ დიპლომზე გაუშვეს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამუშაოდ, 8 თვე რომ ჩაიხედა, ნახა რომ არა ეს ჩემი საქმე არ არის, თავისი განცხადებით წამოვიდა იქიდან, შევიდა პროკურატურაში. პროკურატურაშიც რო გადახედა შიგა სამზარეულოს მაშინდელზე ვამბობ მე და შემდეგ უკვე გადაწყვიტა რომ მან სისხლის სამართლის საქმეებს გაუწიოს ადამიანებს უფლებამოსილება მიენიჭოს ადვოკატობის გაიარა ეს საფეხურიც და მას მერე ადვოკატია უყვარს ხანდახან სამოქალაქო საქმეც ქალბატონო ხათუნა ეხლა მინდა რომ ძალიან გულახდილი იყო მსმენელის წინაშე როგორც ადვოკატი რომელმაც ბევრი რამეში ჩაიხედე და აი ბევრი მიდის ხო პოლიციაში წითელი დიპლომი ქონდა რაღაცა ყველაფერი საფეხურები გელოდებოდა ნამდვილად იქ და არ მოგეწონა ბევრი რაღაცა ესე იგი შენ დააყენე წინ ადამიანი და მისი უფლებები ამაში ჩაიხედე რომ ვერ შეძლებდი რა პრინციპულობით წამოხვედი და მერე პროკურორის თანამდებობაც დატოვე და ადვოკატობას საერთოდ უკვე აირჩიე და რაც მე უკვე სახალხო დამცველიდან მახსოვს რომ თქვენ ადვოკატობთ და იცავთ ადამიანებს ეს ახალგაზრდა გოგო როგორ შეეჩვია ადვოკატობას და რა სიტყვი აი დღევანდელ სამართალზე მოგესალმებით მივესალმები მაყურებელს და მადლობა მოწვევისთვის ჩემი მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ივან ჯავახიშვილის უნივერსიტეტი დავამთავრე წარჩინებით მაგის შემდეგ თვითონ მიმიწვიეს მაშინდელმა მინისტრმა და
დიდი ხნის წინ იყო ეს. დიახ. და გადავხედე, რა თქმა უნდა, ვიმუშაო 7 თვე. 7 თვე მუშაობდი და გამომძიებლის პოზიციაზე. გამომძიებელი ვიყავი. სერიოზული განყოფილება იყო. კი, რა თქმა უნდა, გამომძიებელი ვიყავი. საგამომძიებო. კი, საგამომძიებო სამმართველოში. რაც იცით, იმ პერიოდში იყო აი ძალიან ესეთი დაჭერები. ცუდად იჭერდნენ რა ხალხს, ასე რომ ვთქვათ, სახში შეუვარდნები, გამოყვანა, ოჯახის აწიოკება. იყო კიდევაც ხოლმე ბრალის დამძიმება. შეიძლება დააშავა იმ პიროვნებამ და უფრო მეტად უმძიმდებოდა. ვთქვათ, ერთი ყავდა მოკლული, გაუხსნელი მკვლელობები იყო. გასაგებია. და მე ის გაუხსნელი მკვლელობები, რომ კარგი მუშაობა დაფიქსირებული იყო იმ ორგანოსი, ამ გაუხსნელ მკვლელობებს ესე რომ ვთქვათ, რაღაც ისეთი ქუჩური სიტყვა და გასაგებია. ხვდებით არა, ესეთი გასაგებია. მივხვდი რომ როგორც ახალგაზრდა გოგოც თავი არ შევწუხდი ისე ერთი საქმე, ორი საქმე, სამი საქმე, რაღაც 4 საქმე და 7 თვე გავიდა და მივხვდი რა რომ მე მაგ ვერ ვიმუშაობდი. განა ვიმუშაობდი. თუ ავიღებდი ხელს, ხო, გასაგებია. შენს მოქალაქეობრივ აი პოზიციებიდან გამომდინარე არ დათანხმდი ამას. როგორ ფიქრობ, ეგ მხარე, რომელიც უარყოფითად მოქმედებს, დღემდე წამოვიდა? აი დღევანდელი შეხედულებებიდან რაღაც აი ეს ნარჩენები ალბათ მოდის ვიხდი მე ყველას წინაშე ადამიანებზე კი არ ვამბობ, აი საქმეების მართვა პროფესიული რაღაც მომენტებში, იმიტომ რომ სამი მთავრობა გამოიცვალეთ. ხო სწორია? კი. რეჟიმი და მესამე ეხლა ჯერ ხარ. მესამეში ხარ. დღევანდელი აი ის რაც მოხდა გორის ფაქტორი და საერთოდ ეს დაკავებები რატომ ხდება, როგორც აი ადვოკატი თუ გიფიქრია, რომ ამდენს გაუძლო ამ ქვეყანამ საბჭოთა კავშირის დროს და ასეთი მტკივნეული საზოგადოებისთვის საფიქრებად ნამდვილად არ უნდა იყოს და რატომ არის? გეტყვით. ესე გორში რაც მოხდა, ეს არის ძალიან ძიმე ფაქტი. იცით რა მოხდა? პოლიციელებმა ვერ გათვალეს, რომ შესაძლებელი იყო ვინმეს გადაეღო ეს. და გადაიღო ვიღაცამ და გამოაშკარავდა. შესაძლებელი იქნებოდა, რომ მიჩქმალულიყო ეს ფაქტი, რო არ გადაეღო იმ პიროვნებას, როგორც გაირკვა და ყველასთვის ცნობილია ჟურნალისტს. და მე არ განმეორდები და როგორც მან თქვა, ეძინა და საშინელმა ღმუილმა ადამიანის გამოაღვიძა და გადაიხედა და დაინახა ეს. ძალიან ძიმე ფაქტია რა. ამას მე მგონი მთავრობამაც იმშელა, პრემიერ-მინისტრმა ილაპარაკა. პრემიერ-მინისტრმა ილაპარაკა, რა თქმა უნდა, დაკავებული იქნებოდნენ აუცილებლად, მაგრამ ისიც რა რაშია საქმე, როგორ გაბედეს ეს ადამიანის ცემა და დაჩაგვრა. აი ამაშია რა. აი რატომ ეს ნდობა, აი იმიტომ თქვი რომ აი ეს აი თქვენ რასაც თავი აარიდეთ. ხო, თქვენს ახალგაზრდობაში თავი აარიდეთ და დღეს ეს ფაქტები კიდე არსებობს ამ დახურულ სფეროში და რა უნდა მოხდეს? ეხლა მე იცით რა სხვადასხვა მე მომეწონა იმ ახალგაზრდამ, რომელიც თვითონ დაზარალებული იყო, ნაცემი ახალგაზრდა ბიჭი, მეორეც რა თქმა უნდა, რომ პოლიტიკურში არ უნდა გადავიდეს ეს. არა, ჩვენ ვიხილავთ მხოლოდ რატომ იცით? იმიტომ რომ როდესაც დაიწყო იმ ერთმა გადაღება, თვითონ პოლიციელმა ხო დაიწყო გადაღება. რა თუნდოდა ამას გადაღება მაგალითად, როდესაც იქ 10-ნი იყვნენ და ეს ამას ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ესე იგი, ეს იყო ის
მარათონი იმ კედლებში ზოგიერთ შემთხვევაში ყოველთვის არ არის ეს ზოგიერთ შემთხვევაში დარჩენილი ისედაც სხვა სტრუქტურებში, სახელმწიფო სტრუქტურებში მლიქნელობით შესული ყველა პარტიის წარმომადგენლები ხომ არიან და რატომ არ მიდის აი წინ ქვეყანა ისეთნაირად, რასაც ქვია სამართლებრივი სექტორი. გეტყვით. ეს ფაქტი არის პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების გადამეტება თავიანთი სამსახურებრივი მდგომარეობის. არ უნდა იყოს დაუსჯელობის სინდრომი. ეს ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, რომ დაიჭირეს. უნდა დაიჭირო და არც უნდა იყვნენ გამოსული გირაოთი. ესენი უნდა ცოტა ხანი ჩაჯდნენ. იცით რა თქვენ თქვით რომ რატო ხდებაო ესო? თვითონ არა რეფორმები გაიარა ქვეყანამ ძალიან ბევრი რეფორმები ამ სტრუქტურებთან. გეტყვით ახალმა მინისტრმა თქვენ ძალიან კარგად თქვით რომ გადასაროვა ჩაატარა ეს პოლიციელის დღის აღნიშნული ეს საზეიმო ცერემონია ყველაფერი და დარწმუნებული ვარ წესრიგს დაამყარებს ახლა ამ სტრუქტურაში. იცით რა არ უნდა გქონდეთ პოლიციელებს აი ამ ხელა უფლებები. უნდა იცოდნენ რომ ისინი მუშაობენ დროებით მანდ მუდმივად არა და არიან ჩვეულებრივი რიგითი თანამშრომლები თავიანთი ქვეყნის საქართველოს სამსახურში და არანაირი უპირატესობით არ სარგებლობენ თქვათ იგივე სხვა მოქალაქეზე მათ უნდა თვითონ დაიცვან ეს უკანონობა და უკანონობისგან დაიცვან ეს მოქალაქეები და თვითონ კი უნდა ჩაიდინონ უკანონობა არის ძალადობა კი უნდა გამოვიგეთ ქალბატონო ხათუნა ეს გავიგეთ რომ ჩაიდინეს მაგრამ მით რასთან მაქვს საქმე აი თქვენ როცა წითელ დიპლომზე დაამთავრეთ შეხვედით და რო ჩაიხედეთ და რაც შეიძლებოდა რომ მომხდარიყო თავი აარიდეთ და წამოხვედით აი ის ადამიანები აი ასეთი მოქმედი ადამიანები ხომ არიან სისტემაში ჩარჩენილები და რატომ არიან ჩარჩენილები? რატომ ვერ ამჩნევენ აი ამ ეს სისტემა? გასაგებია რომ ეხლა ჩვენ გვჯერა რომ ბატონი დღევანდელი პიროვნება რომელიც სათავეში ჩაუდგა მინისტრი ნამდვილად ჯერა რომ იმას იზავს დააყენებს ამ სისტემას ძალიან მაღალ დონეზე ისე როგორც საქართველოს კონსტიტუციით არის ცნობილი რომ სახელმწიფოს ძირძველი ძალა სახელმწიფოსი არის პოლიციის უწყება რომელსაც შეუძლია სახელმწიფოს ღირსება ყოველთვის დაიცვას რამე თუ კონსტიტუცია და მოსახლეობა და იურისდიქცია ხალხის ღირსებას იცავს და აი აქედან გამომდინარე არც გორის ფაქტორი, არც სხვა ფაქტორები ძალიან ბევრი. ჩვენ წინა რეჟიმზე რო გადავედით და ეს 12 წელიწადი სულ მაგას ვამბობთ, რომ აი წინა რეჟიმში და ისეთ რა არის, აი სულ გახსენება იმ პერიოდის და გვარების. მე ნამდვილად არ მინდა ეს რო გავაკეთო. არ მინდა. იმიტომ რომ ჩვენ გვინდოდა უფრო კარგი წყობა, კარგი პერსპექტივა, კარგი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება და არა ესეთი რომელიც მაგალითად იყენებს ყველაფერს პოლიტიკური ანგარიჟებისათვის რომ ხვალდაზე მოვიდეს ისევ სათავეში. რა სიტყვით აი ამაზე, რატომ ვერ წმინდავენ ამ ამას? ძალიან ბევრი კი მუშაობს ძველი კადრები. კი და მენტალიტეტი იგივე აქვთ. როგორც ადრე, ისე არ იცვლება ეს მენტალიტეტი, რჩება მენტალიტეტი. რატო არ ხდება ესე? ალბათ უფრო პროფესიონალი თანამშრომლების კადრების დეფიციტია. ვერ უშვებენ იმ ძველ კადრებს და მუშაობენ. პირიქით, ისინი დაწინაურებულებიც არიან მაღალ პოსტებზე და დარწმუნებული ვარ ეუბნებიან და პოლიციის უფროს შთაგონებული აქვს, რომ აი რაც გსურს გააკეთე. ეს არის. ვერ გაბედავდა ეს თვითონ ხელმძღვანელიც პირი რომ აი ესეთი მოქმედება ჩაედინათ დღისით მზისით.
დღისით ბზისით. რატო უნდა რამე ხო არ დააშავა იმ პიროვნებამ, რაღაც როგორც ვიცი და როგორც ყველა მიცის, რაღაც ელემენტარული, რაღაც ავტომანქანის გადაყენების გამო მოხდა ეს ამბავი. და ესე გადავლა მოქალაქეზე. აი წარმოედგინეთ, იმან რამხელა სტრესი მიიღო. იმ პიროვნებამ რამხელა სტრესი მიიღო. რა თქმა უნდა. დაკარგა რწმენა, უსამართლობა დაეუფლა საერთოდ უსამართლობის შეგრძნება, დაკარგა რწმენა, რომ პოლიცია მას დაიცავს. ალბათ შეიძლება ამ პიროვნებამ საერთოდ დატოვოს ეს ქვეყანა და წავიდეს. ისეთი შეშინებულია ეს პიროვნება და კი ისინი მართალია დაკავებულები არიან, მაგრამ მათ ყავთ სამეგობრო, იგივე იქ პოლიციელები, თანამშრომლები და უკვე მათი ეშინია ამ პიროვნებას. გარეთ რო გამოვა, რას მოუწყობენ, რა დაემართება. ქალბატონო ხათუნა, გადავიდეთ ესე იგი გასაგებია, რომ ეს და მარტო პოლიციაში კი არ არის ესეთი ადამიანები. პარტიული იცით ის რა ქვია. არა, პოლიტიკა აქ არაფერში შუაში არის. არა, პარტიული ნიშნით გამშვალული ადამიანები არიან სახელმწიფო სამსახურებში, სადაც ნამდვილად, აი დაზარალებულები მაგალითად, თქვენ ხო იცით რომ რამდენია დაზარალებული, რომელსაც ესე იგი თაღლითობით წაართვეს ქონება. დღისით მზისით არსებობდა ეს კოლ-ცენტრები, ხო? პირველი კოლ-ცენტრი, რომელიც ფაქტიურად არსებობდა საბურთალოს ბახტირულის 11 ომში ეს და ერთმა ფიზიკოსმა გოგომ, რომელსაც სულ 1000 მანეთი ჰქონდა ამ გოგონას და შეიტანა მოტყუებით. გეტყვით და ამ გოგომ გამოაშკარა პირველი კოლ-ცენტრის მდგომარეობა. ამას მიყვა მერე ეს ჩიოდნენ ესენი 5 კაცი შემადგენლობით. კი. და მიყვა უამრავი კოლ-ცენტრი, იცით თქვენ რომ ძალიან ბევრი ასეთი სისასტიკით. რატო ვერ ხედავდა შესაბამისი უწყებები ესე რანაირად? გეტყვით, რატომ და იმიტომ, ეს არის კოლ-ცენტრების მაფია. მათ ყავთ დიდი მფარველები, მაღალჩინოსნები, დიდ პოსტზე მყოფი ხელმძღვანელები. იმიტომ რომ ეს არის ძალიან ადვილად იშოვება ფული თავის ტკივილის გარეშე. არც ბიზნესია, არ ბიზნეს ხო უნდა ტვინი და ბიზნესი უნდა მართო. და არც აქ არის პირდაპირ წაგლეჯვა. წაგლიჯავენ პიროვნებას მოატყუებენ და მორჩა, დამთავრდა. და როგორც ადვოკატი მიგაჩნიათ, რომ ეს აი დღისით მზის ცენტრალურ რაიონში, საბურთალოზე შედიოდა აპარტამენტები ისეთი იყო, რომ არ ნახული და როგორ არ შედიოდა და მით უმეტეს ქალმა დაწერა ყველა ინსტანციაში, რომ აქვს ასეთ ადგილი, ამას აქვს ადგილი. და ყველა, აი აქ პასუხები მაქვს. ყველგან მოვიდა პასუხი, რომ არა, მაგისთან რაღაცას არ აქვს ადგილი. და ხელს აწერს პროკურატურიდანაც, შინაგან საქმეთასთან და ფინანსთა სამინისტროდანაც. ამას ვამბობ თითქმის 2017 წლის საქმეს. და დღემდე, ფაქტიურად, დღემდე ეს ადამიანები დაზარალებულად დადიან. წინდა უკან და თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ადვოკატის ფულიც არ აქვთ. მიმაჩნია, რომ ამ დაზარალებულებმა ადვოკატი არ უნდა აიყვანონ და ფული ნამდვილად არ უნდა. არა, ისინი უკვე დაზარალებულად არიან ცნობილნი. გეტყვით. ცნობილნი არიან, მაგრამ კანონი იგვიანებს. გეტყვით. ამ ფაქტის გამო ხო დაკავებულია ბევრი პიროვნებები, ბევრი ხელმძღვანელი დაკავებულია და ეს ბრალდება აქ წარდგენილი. და ჟურნალისტი კილაძეს დაკავებულია, ეს ბრალდება აქ წარდგენილი. რომ ესე იგი ის რა ხდებოდა, თავიანთი მფარველობის ქვეშ ყავდათ გარკვეული კოლ-ცენტრი და მაგის განსაზღვრა იმდენად არ მინდა, იცით რატო? კაი, დაზარალებულებთან ვამბობ, ესე იგი რომ დღისით მზისით, როდესაც არსებობს სტრუქტურები, არის ხელმძღვანელები ძალიან ბევრი, ხო? და ბოლოს და ბოლოს სახალხო დამცველის აპარატი არსებობს. ეხა გეტყვით, სახალხო დამცველის აპარატი დუმს.
ფუნქცია რაში გამოიხატება, მისი ვერ გავიგე, იმიტომ რომ ყველა მნიშვნელოვანი რაც ხდება ქვეყანაში, რაც ხდება ეს უკანონობები და რისთვის არსებობს ეს სახალხო დამცველის აპარატი და დღევანდელი სახალხო დამცველი. ხო უნდა ძალიან თამამად და გაბედულად ილაპარაკოს ამაზე, ამოიღოს ხმა. ხო, მისი მოვალეობაა პირდაპირი. და პირდაპირი ფუნქცია მისი. ადრე როცა მქონდათ ორგანული კანონი, მაშინ მქონდათ ბევრი რაღაცის. მე ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ თუ არ აქვს ის ორგანული კანონი არ აძლევს ამის საშუალებას, რომ მათზე ადრე მაგალითად ღამის 3-ზე შეიძლებოდა რომ სწრაფი რეაგირება გაგეკეთებინა ჩვენთან მაშინ, მაგრამ დღეს ეს ფუნქციები უკვე შესუსტებულია და არ არის ეს სახალხო დამცველის ბრალი. ეს არის შესუსტების ბრალი. იმიტომ რომ იმ უწყებამ, რომელსაც უნდა ებრძოლა სახალხო დამცველს, იმან დაასწრო თავისი ცოდნით, გარემოებებით და ახალი შემადგენლობა მისცა წესით. მაგრამ სახალხო დამცველმა მე იბრძოლოს თავისი უფლებების გაძლიერებისთვის. რატო აბრძოლობს? პრეროგატივა, მაგის პრეროგატივა. იბრძოლოს, დააყენოს საკანონმდებლო ორგანოში, მოითხოვოს გაძლიერება, მოითხოვოს გაუძლიერდეს უფლებები. რატომ სიჩუმით არაფერი არ კეთდება. და პლუს იმას, რომ ამდენი უცხოელი როდესაც შემოდის და სახელმწიფოს იცი რა ძალიან ბევრ ზიანს აყენებს. აი თუნდაც მაგალითად სულ 2 დღის წინ, რასაც ელჩი საუბრობდა გერმანიის წარმომადგენელი. არ შეიძლება ესეთნაირად, რომ მაშინ არ ერეოდნენ, არანაირი სამართალში არ ერეოდნენ. დათო სალარიძის დროს არც ერთი დათო სალარიძე დათო სალარიძე იყო უძლიერესი სახალხო დამცველი და უძლიერესი შინაგან საქმეთა მინისტრიც. და მერე იყო სახალხო დამცველი. კი ბატონო. აქტიურობა უნდა გამოიჩინოს სახალხო დამცველმა. დღევანდელმაც. უნდა დაეხმაროს საზოგადოებას. საზოგადოებას უნდა დაეხმაროს, რომ მიხვდნენ, რომ იცით რა, წინა პლანზე უნდა იყოს, აი წინ რეგიონალური სისტემა უნდა იყოს აღჭურვილი, ხო, ყველგან უნდა ყავდეს მას არ არის ასეთი მიდგომები ამ აპარატში. არა და საკმაოდ დიდი აპარატია. არ არის შემადგენლობა აპარატის და ხელფასებიც. რა თქმა უნდა და თქვენ აი მაგალითად აი ამის წინ არჩევნებზე იყო 19 პარტია, პოლიტიკური 19 პარტია დაფიქსირებული. 3 მილიონიან ქვეყანაში როგორ მიგაჩნიათ, აი 19 პარტია რო იქნება. საზოგადოებას ესე იგი გამოვა იმ ტროტუარებზე აბარა იქნება. ბუდის მიხდი ცოტა ირონიისათვის, იმიტომ რომ 19 პარტია სიით, როდესაც დაფიქსირდა 3 მილიონი ქვეყანაში, მე ნამდვილად ეხლა დიდი ქვეყნებს, ეხლა ამერიკა და ბრიტანეთშიც რომ მოინდომოთ, ამდენია ნამდვილად არ არის. ამ ხალხს. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია ასეთი პატარა ქვეყნისთვის, იმიტომ არ აქვს შედეგი. არა, შედეგი რა შედეგია? არანაირი შედეგი. იბრძვიან ოპოზიცია და არაფერი არ გამოსდით. 19 პარტიის მაგივრად იყოს ერთი 7 პარტია, 8 პარტია და იყოს ძლიერი პარტიები. ძლიერი. ეხლა იცით რა არის, ყველა ვინც განაწყენებული წავიდა ან რაღაცა თანამდებობის პირები, ან პოლიტიკოსი მიდიან და ქმნიან პარტიას. ქმნიან და დგებიან ოპოზიციაში და არა განაწყენებული ესეც ხო უნდა გაირკვეს, ვთქვათ რატო წავიდა. ხა მუდმივად ერთი და იგივე პიროვნება თანამდებობაზე რატო უნდა იყოს? რატო უნდა იყოს? ხო ზღვარი ხო უნდა არსებობდეს რა, რაღაც ამდენიღა წელი უნდა იყოს და მე წავიდეს და მოვიდეს ხო ახალი კადრი. იქნებ ის უფრო ძალიან მაგარია და მან უფრო ძალიან ბევრი საქმე გააკეთოს და უფრო გონება გახსნილია. აი რა აზრი აქვს ისეთი გინა დეპუტატები ხმას რო არიდებენ, წლობით ზიანი პარლამენტში ხმას არიდებენ. უბალოდ იკავებენ თავის ადგილს და ეგ არის. და რო გადახედავ პარლამენტის ხდომები რომ მიმდინარეობს, თავისი ტელეფონში აქვს თავი ჩარგული და იყურებიან. და იქ რა საკითხი განიხილება, რაზე მიდის საუბარი, მსჯელობა, ხო უნდა გამოთქვან თავისი აზრი.
აზრი დააფიქსირო ძალიან დიდი მოვალეობა აკისრია პარლამენტის დეპუტატს საკმაოდ დიდი რა თქმა უნდა და კანონები შემოაქვს ამ კანონებით მე მიდის ამ ქვეყნის ცხოვრება ამ მოსახლეობის განვითარება თუ არ განვითარება აი ხა უნდა ვთქვა ამას რო არ ვთქვა არ შეიძლება ძალიან არასწორად და არაკეთილგონივრულად მიმაჩნია პოლიციის ჯარიმების გაზრდა ეს პოლიციის ჯარიმები უნდა იყოს ადეკვატური ამ ქვეყნის მოსახლეობის შემოსავალთან ესე იგი ისია თან მოწყობილი მე თვითონაც ბევრი ჯერ მომდის ელემენტარულად აი ძალიან ბევრი ადგილა საერთოდ არ არის ნიშანი რომ გადაჭარბება სიჩქარის 40-ითაა შეზღუდვა არის ის ადამიანმა მიდის ისეთი ადგილია რომ მიდის და მოდის ასლარიანები ეს რამხელა უკმაყოფილება გროვდება თვითონ ამ მოსახლეობის ტვინში ხო არა ჯიბეზე მოქმედებს ეს ოჯახის ხოს არა ხალხს ესეთი შემოსავალი ნუ დაახლოებით 10% შეიძლება ქონდეს ესეთი შემოსავალი და ყველას სჭირდება ეს ავტომობილით გადაადგილება მოძრაობა და ამ ხელა ჯარიმების გაზრდა როგორ შეიძლება ესე იგი ამ ქვეყანაში რომელიც როგორც ცნობილია ძალიან გაჭიროებულია რა გარკვეული ფენა მოსახლეობის ძალიან გაჭიროებული და არც შემოსავალი არ აქვს არც სამსახურები არც ხელფასებია ისეთი რომ გადაიხადონ ეს ჯარიმები და აი რამ არც მარტო ბიუჯეტის შევსება ამ გაზრდილი ჯარიმებით არ შეიძლება ამაზე ცოტა უნდა კარგად დაფიქრებულიყვნენ როცა ესე გაზარდეს თქვენ აი როგორც ფაქტიურად ადვოკატი დღეს გიზნელდებათ ადამიანის დაცვა? მე პირადად არ მიზნელდება, იმიტომ რომ მე ჩემი დასაცავის გულისთვის აი რო იტყვიან კედელს გავანგრევ. არ მეშინი არანაირი უწყების, არანაირი სამსახურის და არანაირი, რა ვიცი, ზეწოლის. ხო, შეზღუდვის. აი ვიბრძოლებ ბოლომდე, ყოველთვის ესეთი ვიყავი და ესეთი ვარ ეხაც. და მიტომ რაღაცა ვერავინ ვერ შემაშინებს რაღაცით რომ არ შევშინდები რა როცა ადამიანი ხედავ რომ მართალია რა თქმა უნდა მართალია და უნდა გაიტანოს ადვოკატმა ბოლომდე აქ თანხაზეც არ არის ლაპარაკი აქ უკვე პრინციპებია რა პრინციპის ამბავია და ეხლა როგორ არის სასამართლო სისტემას მოწყობილი რომ ყველა მოსამართლეზე ვერ ვიტყვი, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან ბევრი მოსამართლე არც ჩაუხედია საქმეში. დაურეკავენ და ისე წყვეტავს, როგორ უნდა გამოიტანოს განაჩენი თუ გადაწყვეტილება. ხო და რა ვიცი, აბა რა ასეთ სიტუაციაში სამართლიან მართლმსაჯულებაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი. ქალბატონო ხათუნა, აი, როდესაც აი თითქმის აი ყველა სტრუქტურას, რომელსაც ეხება ადამიანის უფლებების დაცვა, ხედავთ, რომ დაზიანებულია და დამცველი ძალიან რთულია. ეხლა ყველა თქვენნაირად არ იქნება და ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადვოკატს ვერ აღწევს. ახლა იმ მაგალითად ამ ახალგაზრდების დაკავების ის რო იყო დახურული იყო და ადვოკატი არ შეუშვეს შიგნით. ხო. აი გეტყვით მაგაზეც არ მინდა განმეორდე ადვოკატმა უნდა იბრძოლოს აი ძალიან მაგრად უნდა იბრძოლოს თავის დასაცავისთვის იმას კი არ უნდა იფიქროს რომ უი მე რა მოხდება და მე არ რაღაც არ ის დამემართოს და არ მომიწყო იბრძოლე და გაიტანე შენ ისე სიმართლე ისეთი რაღაც არის რომ სიმართლის წინაშე ყველა უკან იხევს აი თუ გაიბრძოლებს სიმართლისთვის უკან დაიხევს რა იგივე ყველა სტრუქტურა იმიტომ რომ სიმართლეს გაიტან და მებრძოლი ნიჭიერი და გონიერი ყველა სტრუქტურაში უყვართ და აბა როცა რაღაცას შეაშინებენ და შეშინდება და ვერაფერს ვეღარ აკეთებს ეს ეხა ამაზე რა ვთქვა არაპროფესიონალიზმია იურისდიქცია ვისაც გავლილი აქვს კარგად ვიცით რომ ფსიქოლოგიას სწავლობდით და გავდიოდით ძალიან კარგად ვიცნობ ადამიანის ფსიქოლოგია ხო მე მაგალითად ასეთ კითხვას დაგისვავთ
ხომ არ მიგაჩნიათ თქვენ რომ დღეს თითქმის ბევრ სამსახურებში ახლა მარტო პოლიციაზე არ მაქვს ლაპარაკი შინაგან საქმეთა სამინისტროც პროკურატურაც ადვოკატურაც ხომ არ უნდა გვყავდეს ჩვენ ფსიქოლოგები რომლებიც დაეხმარებიან ზოგიერთ მოსამართლეს მიღმა რომ მიხვდეს რომ ეს ადამიანი ფსიქოლოგიურად ხო შეიძლება რომ შეხვდე და მისი აზრით რაღაცამ გიკარნახოს გულში რომ არ არის ეს კაცი ესე დანაშაული როგორც აღწერილია ბრალდებულის სახით ხო პირველ რიგში მოსამართლე უნდა იყოს გაბედული ძალიან გაბედული იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი პასუხისგებლობა აკისრია რა განსაკუთრებით საუბარი მაქვს სისხლის სამართლის სფეროში მომუშავე მოსამართლეებზე ადამიანს უსჯი აი ცხოვრებას ან კარგისკენ გადაუხრი ან საერთოდ ცუდისკენ და იღუპება ადამიანი ძალიან ბევრია მე მქონია ესეთი საქმე პირადად მე ну ნარკოტიკზე დამოკიდებული იყო ახალგაზრდა კაცი და იძულებული იყო მოეპარა ქურდობდა და ქონდა ძალიან ბევრი ეპიზოდი ქურდობის აი ყველა ეპიზოდში თითქმის ვამართლებდი ჩემი მისვლა პოლიციაში ისე იქიდან გამოყვანილი მყავდა ეს პიროვნება იცით რატო ესე იგი აბსოლუტურად იცოდნენ რომ ეს ქურდობდა იცოდნენ მაგრამ ვერ მტკიცებულება აი მე ვიბრძოდი მე ვარ იურისტი მე ვიბრძოდი მე მეუბნები მტკიცებულებით დამიმტკიცეთ საქმე არ იყო ისეთ მტკიცებულები დამიმტკიცეთ და საქმე ხო რა თქმა უნდა არ იყო და ამას მტკიცებულებით ვერ მიმტკიცებდნენ და ბეროდგილასაც ვიდეო კამერა აი სადაც მუშაობს სადაც დგას არ მუშაობს და ეს პიროვნება ну ბოლოს მე თვითონ უკვე აგზელებდა ესეთი ერთხელ გამოვიყვანე ორჯერ სამჯერ ოთხჯერ და მე მივხვდი რომ ну ამისთვის ისეთ პიროვნ მეტადონის პროგრამაში იჯდა აი დავამთავრებ ქალბატონიცი რა მეტადონის პროგრამაში იჯდა და ყველანაირად ცდილობდა და მალავდა პოლიციაც და პროკურატურის წარმომადგენლის მალავდა მე ვუთხარი როგორ მეტადონის პროგრამაში ის ეს ადამიანი აზრზე ვერ იაზრებს რას აკეთებს სათუთ გათიშული დადიოდა რა პიროვნება და სამი შვილის მამა და ვერ იაზრებს და არ ვიცითო ჩვენ თუ ზისო მეტადონის პროგრამაში და ამის გადამოწმება სისხლის სამართლის საქმეს აწარმოებ ამის გადამოწმება მაგათ ხელში არის ეს ამის სულ უადვილესია ხო უადვილესია და არ უნდათ არ ცდილობენ ესე იგი უნდათ რომ ესე იგი ესეთი პიროვნებები კი არ დაეხმარონ არამედ იჯდეს ჩაჯდეს რა და იჯდეს ეს პიროვნება აი მე რო არ ყოლოდი მე ადვოკატად არ ვიცი რა რამდენი ხო მაგრამ მაინც ვერ უშველე იმიტომ რომ ეს უკვე ქრონიკულად დაავადებულია ეს პიროვნება დაავადებულია და ვინ მისცემდა ამის ფულს რა თქმა უნდა იძულებული იყო მათაც ძალიან კარგად იციან ახლა ყველა უბანი იციან ვინ რას აკეთებენ და როგორ აკეთებენ ესენი ყველაფერი ახლა დეტალურად ძალიან იჭერიერია და ძალიან კარგად იციან და არის ის ხალხი რომელმაც იციან როგორ და რა რითმით აი ეს კატეგორიის ადამიანები მიიზიდონ თავის საცხოვრებელ ადგილში ყველა მიცის ვინ არის ნარკოტიკის მომხმარებელი ასევეა სადაც მე ვცხოვრობ იქ ვიცი და ყველა მიცის ეს ვინც არის ხო და აი ამასთან უნდა იყოს ძალიან დიდი ბრძოლა რომ აღარც ნარკოტიკების დამსაღებლები არსებობდნენ და აღარ დაიღუპება ეს ახალგაზრდა თაობა ესე რა იცით საქმე რასთანა გვაქვს ქალბატონო ხათუნა რატომღაც ჩვენი მოსახლეობის ეხლა აი პოლიტიკურად რომ გამოდიან და ბრძოლობენ მე მაგალითად მიჩნდება ის რომ კონკურენციას ვერ გაუტანენ იმიტომ რომ როცა ცოდნა გააქვს ადამიანს სხვა პასუხობით რო საუბრობ არა აი მაგალითად ბატონი მდინარაძე ახლა სამი უწყების სერიოზული საკითხები ჩააბარეს ხო და მე მიკვირს ამ უწყებებს თავიანთი უფროსები ყავთ ხო სწორია
და აქედან გამომდინარე რა რეზულტატს მოგცემს ეს იმის გამო რომ მან კარგი საუბარი იცის და დიპლომატიურად არ წონასწორობიდან ვერ გამოიყვანენ ამისთვის თუ სჭირდებათ გეტყვით დიახ ბატონი მამუკა მდინარაძე მუშაობდა გამომძიებლათაც ექსპერტიც იცის ადვოკატიც იყო ექსპერტიც იცის კარგად და ამის შემდეგ წავიდა უკვე პოლიტიკაში კარგად არის ჩახედული სამართალდამცავ სტრუქტურებში და მათი მუშაობაც იცის რეფორმას შეუწყობს ხელს ბატონო სამივე სისტემაში რეფორმას გააკეთებს შეძლებს უნდა შეძლოს თუ მოინდომებს შეძლებს იმიტომ რომ რაღაც ცვლილებები საჭირო იყო და ეს ცვლილება მოხდა და საჭირო იყო ცვლილებები და უფრო კარგია იცით სხვათა შორის ერთი ადამიანი იმ სამივე ამ უძლიერ სტრუქტურას რომელზეც ჩვენი სახელმწიფო დგას რომ იქიდან გაუწევს ხელმძღვანელობას უფრო კარგად შეამჩნევს სად რა კეთდება კარგი სად რა კეთდება ცუდი მე მივესალმები მის რა თქმა უნდა ძალიან კარგია თუ ამისთვის არის ბატონი მამუკა და ის ზედამხედველობისთვის ნუ ძალიან კარგი ეს სამი მაგრამ მოსამართლის ინსტიტუტს მე მგონი ისი აქვს აი აქ ჭირდება ნამდვილად მოსამართლეს თავისუფალი აზროვნების გამოხატვა აი რასაც შეისწავლის ხო უნდა ნამდვილად თუ შეისწავლა ისე დაიცვას ამ მოქალაქის ღირსება იმიტომ რომ განადგურებულია აი ხედვა მოსამართლე თუ თავისუფალი იქნება სულ სხვანაირი განაჩენები და სხვანაირი გადაწყვეტილებები გამოვა მოსამართლე შებოჭილია არ არის თავის გადაწყვეტილებებში თავისუფალი აი ესეა დღევანდელი ღრმა ფესვები არის ესე იგი საიდანაც სადაც ესე იგი შესაბამისი უწყებები აძლევენ თავისუფლება მოსილებას მე არ დავასახლებ ახლა არ არის ეს ჩემი საქმე და არც მე თქვენ არ მინდა იმისათვის რომ მე მინდა რომ გაძლიერდეს ჩვენი ქვეყანა მე მინდა რომ სამართლებრივად გაძლიერდეს იმდენად რომ რომელიმე გერმანელს რომელსაც ჩვენ ვიცით ახლა სხვა ქვეყნებშიც რა ხდება როგორ ხდება მაგრამ ამ პატარა ქვეყანაში ბევრი რამე გაკეთდა ძალიან ბევრი რამე იმდენად რომ აი რასაც ქვია საზოგადოებრივი აი თუნდაც ძალიან ბევრს ამბობენ ხოლმე მაგრამ უნდა ვთქვა იმიტომ რომ გაძლიერებული სისტემა აი თქვენ რო თქვით რომ პარლამენტში ამდენი ნიჭიერები არიან კარგები არიან ბიზნესში მაგრამ ბიზნესმენი თავის გზით უნდა მიდიოდეს საკანონმდებლო ბაზა თავის გზით უნდა მიდიოდეს იმიტომ რომ ორივე ერთად ამისათვისა რომ ესეთი მდგომარეობა გვაქვს ჩვენ და არ ჯობია ეს ბიზნესი ცოტა უფრო ძლიერად გამდიდრდეს უფრო მეტი გამდიდრდნენ ოღონდ მე უფრო აი გლობალურად ვიტყვი მაგ საკითხზე ძალიან დიდი ბიზნესმენია ბატონი ბიძინა ივანიშვილის მაგრამ პოლიტიკაში რომ მოვიდა ბატონი ბიძინა მიხვდა რომ არ იყო მისი საქმე პოლიტიკა და წავიდა პოლიტიკიდან აი იმდენად ჭკვიანი ადამიანია კი ჩვენ პარლამენტის საქართველოს პარლამენტის წევრების უმეტესობა არის ბიზნესმენები და საკმაოდ შეძლებული ღმერთმა მისცეთ რა თქმა უნდა რაც მეტი ძლიერი მაცხოვრებელი ეყოლება ჩვენ ქვეყნას მით მეტი გადაიხედავს გაჭირვებული ადამიანისკენ გეტყვით მაგრამ პარლამენტის წევრობაზე აქცენტი უნდა გაკეთდეს პოლიტიკით დაკავებული ადამიანების რომელსაც თავიდან კანონის უზენაესობა აი კანონის უზენაესობაზე უნდა იმჟეროს საკანონმდებლო ბაზა და იურისტები უნდა იყვნენ უფრო უმეტესობა იმიტომ რომ ეს საკანონმდებლო ორგანოა და კანონებს იღებს მის მინეთ ქალბატონო ხათუნა ძალიან ბევრი ამბობს რომ ამ იურისტებმა დაღუპეს ეს ქვეყანაო ძალიან ბევრი ამბობს ისიც რა
ეხლა გააჩნია იურისტი. აი ეგ არის ხო. გააჩნია ხო. ვერ შევეხები ჩემი კოლეგები არიან ყველას ვიცნობ მათ. რა თქმა უნდა. ვიცნობ ძალიან კარგად. ხო და აქაც არის რა ხო იცით არის არსებობს მეტნაკლებობის ხარისხი. აი რეგიონალური სისტემა რო უფრო გამდიდრდეს, ეს არ ჯობია? კი. აქ ხო იურისდიქციას არ აქვს, აქ არის ხელშეწყობა მოქალაქის. შეუქმნა ის პირობები, რომ იმან შექმნას თავისი პატარა ბიზნესი. ანუ იქნება დიდი ბიზნესმენი, პატარა ბიზნესი მის კარმი დამოზე რაღაცა, ისე რომ ჩამოიტანოს და რაღაცა ქალაქს მიაწოდოს და დაეხმაროს და ამის აკრძალვაც რომ მიდის და რეგიონები აუცილებლად უნდა გაძლიერდეს და განვითარდეს. იმიტომ რომ ქართული პროდუქცია გაიყიდოს და მივირთვათ ჩვენ ქართული პროდუქტი და არა შემოტანილი. ყველაფერი შემოტანილია. ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა ქალბატონო ხათუნა. იცით რომ ძალიან მე ასე მიმაჩნია რომ ჩვენ სწორი პოზიციით მივაწოდოთ ჩვენ საზოგადოების წარმომადგენლებს რომ გაუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას. ხვალინდელ დღეს, იმიტომ რომ ასეთი დაჭერები და ასეთი იმით უკვე დაიღალა საზოგადოება, იცით და აი ეს ახალი სამსახური 10 კაციანი რომ შეიქმნა ეხლა შინაგან საქმეთა სამინისტროში. დიახ. აი რას ელოდებით ხვალინდელ თქვათ ამ სამსახურიდან როგორი პოზიციები იწავა? ახალი სამსახური რო შეიქმნა, ყველა იცის უკვე რატო შეიქმნა. იმიტომ რომ ეს ცუდი კომენტარები, ცუდი დაუმსახურებული ლანძღვაგინება. კი, ლანძღვაგინება, დაუმსახურებელი ნამდვილად ბევრისთვის დაუმსახურებელი, მართლა ეს სიტყვის თავისუფლება უკვე აღარ არის, ეს გადამეტებაა, რაც ხდება ინტერნეტ სივრცეში, როგორი ლანძღვა მიდის, როგორი პიროვნებების შეურაცხყოფა და გონიათ თავი დაუსჯელი. ეგრე არ არის. მე მივესალმები, ძალიან კარგია რომ ეს სამსახური შეიქმნა. ქალბატონო ხათუნა და ერთი კითხვა კიდე 2 წუთი დაგვრჩა და ძალიან მოკლედ. აი თქვენ რომ იცოდეთ უცხოენა ძალიან მაგრად. ვიცი? არა, 1 წუთით და ყოფილი წარმომადგენელი იყავი რომელიღაც სტრუქტურაში. და მოგიხდა შენ ჩართვა დიქსტეიტის ურთიერთობებში. იმიტომ ეს ძალიან გაფართოებული მასშტაბის ორგანიზაციებია, ფულიანების ორგანიზაცია და ეძახის ის ვინც საერთოდ პირველმა დააარსა ეს ასეთი შეძლებული ხალხის, რომელიც ევროპაში ჩვენ არც ევროპის რაოდენობა ვართ საქართველო. არც იმდენი მართლა ძლიერად ხალხი ისეთი რომ ხვალე მაგალითად წავიდეს და შენ წახვიდოდი უცხო ქვეყანაში და ტრიბუნას გამოიყენებდი შენი ქვეყნის არავითარ შემთხვევაში ხო აი იცით რა ამ ტრიბუნას გამოიყენებ შენ უცხო ქვეყანაში კი მითხარით რომ უცხოენაც ვიცი, 2 უცხოენას ვფლობ და ბევრ უცხო ქვეყანაშიც ყოფილი ვარ, დავდივარ და თავისუფლად შემიძლია იქ ტრიბუნა გამოვიყენო და თქვა რაც შეიძლება, როგორ შეიძლება შენი ქვეყნის საწინააღმდეგო თქვა უცხოეთიდან, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაამცირო, არ უნდა დააკნინო და არ უნდა დაჩაგრო შენი ქვეყანა. აქედან წასულმა რაც გინდა ნაწყენი იყოს ადამიანი აქედან წასული, ხო, არ შეიძლება, არაფრით არ შეიძლება ეს. ძალიან დიდი მადლობა ამ პასუხზე. მე მივიჩნევ, რომ ადამიანის ღირსება მარტო ის არ არის, რომ იცი, რომ შენ გარე სამყარო საჩვენო შენი რა იცი და რა შეგიძლია. არავინ არ დაგიფასებს ამას. გავა პერიოდი და იტყვიან, ეს ადამიანი ღალატობდა თავის ქვეყანას. და მოღალატე ერთ ჩაგერთობით, როცა გარდაიცვლება და დასაფლავების დრო მოუვა, ყველას ისევ აქ სურვილი ექნება, რომ დაიმარხოს თავის ქვეყანაში, თავის საქართველოში. უკან წამოსვლის გზა უნდა დაიტოვო და არ შეიძლება. მე ასე დავამთავრებ. იმიტომ რომ მატერიალური ყველაფერი არის დროებითი. მადლობა რომ თქვენ მესტუმრეთ დღეს, ქალბატონო ხათუნა. თქვენი ნიჭი და თქვენი ის გადაეცით ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, მე კი უსურვებ, რომ გამაგრდით, სამშობლო ერთი გაქვთ.
სახელმწიფო, რომელიც უნდა დაიცვათ თქვენც, მეც, ყველამ კანონის ფარგლებში, ეს გარეთ იქნება თუ შიგნით იქნება, მედგრად დადექით თქვენ სინდისთან, იმიტომ რომ შეიძლება მშერი ხარ, მაგრამ წყურვალი ხარ, კანონით მოითხოვე. კანონის ფარგლებში უნდა იმუშაოს სამართალდამცავ სისტემას, რაზეც ჩვენ გქონდა დღეს ლაპარაკი, რომ მოსამართლეს არ მოუხდეს იმისი საშუალება, რომ ბრალდებულის მხარე კი არ დაიკავოს, პროკურატურის მხარე დაიკავოს. არა, ბრალდებულის მხარე ყველაფერი უნდა ეცადო შენ, რომ ის რაღაცნაირად გადაარჩინო. კარგი მოსამართლე, კარგი იურისტი ჩახედავს თავიდან ბოლომდე და თუ მართლა არაფერი არ შველის, ეს უკვე სხვა საკითხია. წინსვლას გისურვებთ მთელ საქართველოს დავლოცან, ღმერთი გფარავდეთ. იცით, გაძლიერდით. თქვენი ღირსება როცა დაიწვება, თავისთავად ცხადია, რომ სამართალიც დადგება ფეხზე. ერთად ვიზრუნოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ჩვენი სამშობლო მართლა ღირსების საფეხურზე ისე გამოდგეს, როგორც საჭიროა უფრო სამართლებრივი ხაზით. დიდი მადლობა, ნახვამდის.